Სამ ეპიზოდს დავიწყებთ. თბილისში არ გვაქვს გადასაღები ადგილი და ვისაც სურვილი და შესაძლებლობა გაქვთ, რომ დაგვეხმაროთ სტუდიიდან ადგილით, მაშინ მოგწერეთ Facebook-ში. მოგესალმებით. ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა აშშ-ის არჩევნებია. უფრო ზუსტად კი ამ არჩევნებში მილიარდერი დონალდ ტრამპის გამარჯვება. ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა მიმდინარეობს, თუ რას გამოიწვევს ამერიკელი ხალხის მსგავსი არჩევანი. გაამართლებს თუ არა დონალდი და ზოგადად ხომ არ დაიწყებს რადიკალური პოლიტიკის გატარებას მისი მსოფლმხედველობიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, ბევრი არ ელოდა მის გამარჯვებას და ზოგისთვის შოკიც კი იყო ეს. თუმცა ვიწრო ჯგუფებმა იცოდნენ, რომ ამერიკის 45 პრეზიდენტი გახდებოდა არა ჰილარი კლინტონი, არამედ ეს 70 წლის შხარი პიტარა. თუმცა კლინტონიც იგივე წლოვანების რაღაცა. ასე ვთქვათ. უფრო მეტიც, სიმსონმა ჯერ კიდევ 20 წლის წინ წინასწარმეტყველას ეს მოვლენა. არ გეგონოთ, რომ ეს სიმსონების PR კამპანია იყო. ჰომერი მართლა მოხდა ტრამპთან ერთად ესკალატორზე, ოღონდ ძალიან შემთხვევით. თუმცა ფაქტები, რომლებსაც დღეს განვიხილავთ, ადასტურებს, რომ ფილმებში ხშირად გვხვდება მომავლის გამორჩეული მოვლენები. მაგრამ მოდი დავიწყოთ იქიდან, ვის უნდა ამ მოვლენების წინასწარ გაჟღერება და რა კავშირი აქვს მათ ფილმებთან. გაინტერესებული ხართ ოდესმე, არსებობს თუ არა ისეთი ვიწრო გავლენიანი ორგანიზაციები, რომლებიც განაგებენ გლობალური სახის მოვლენებს და წყვეტენ მილიონობით ადამიანის ბედს. არა, საუბარი არ მაქვს გაეროზე, ევროკავშირზე და ნატოზე. უმსხვილესი მსოფლიო ბანკები, გავლენიანი პოლიტიკოსები და გასაიდუმლოებული რელიგიური დაჯგუფებები. აი მათზე მაქვს საუბარი. მათ, ვისაც ადამიანის მანიპულირების ყველაზე დიდი რესურსი გააჩნია. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები ამჯობინებენ თავიანთი წყნარი ცხოვრებით ცხოვრებას და ცდილობენ მაქსიმალურად იშვიათად გამოჩნდნენ მედია სივრცეში. ხოლო გასაიდუმლოებული ცხოვრების დეტალების გამოკვლევა პრაქტიკულად შეუძლებელია. ადვილად რომ მიგახვედროთ რა საზოგადოებაზეა საუბარი, გაიხსენეთ ტამპლიერები, მასონები, ილუმინატები. ეს სიახლე არ არის, როცა ეპოქის ყველაზე გავლენიანი ხალხის ვიწრო ჯგუფი მართავს მსოფლიოს. ისინი გეგმავენ თითოეულ ომს, ფინანსურ კრიზისს და სხვადასხვა შეთქმულებებს. სხვათა შორის ტამპლიერებს, მასონებსა და ილუმინატებს შორის საკმაოდ დიდი განსხვავებაა, თუმცა ზოგი თვითექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს ყველა ერთი საზოგადოებაა, რომელიც დროდადრო იცვლის თავის სახელს, რათა ზედმეტი ყურადღება არ მიიქციოს. ამ ეპიზოდის თემას არ გავცდებით და სამივე ხსენებულზე შემდეგ ეპიზოდებში მოგიყვებით, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ მასონები ეს უფრო ის საზოგადოებაა, რომლებიც კულისებს მიღმა ატარებენ მსოფლიო პოლიტიკას, ხოლო ილუმინატები უფრო მედია სივრცის მფლობელები არიან. უბრალოდ წარმოიდგინეთ, ყველა ცნობილი გამომცემლობა მათ ეკუთვნით. ინტერნეტ წყაროები, ჟურნალ-გაზეთები, ტელევიზია, რადიო, სამყაროს საუკეთესო ტვინები მუშაობენ მათზე. განსხვავდება ამ საიდუმლო საზოგადოების სიმბოლოებიც. მასონების ეს არის პენტაგრამა ან ფარგალი, ხოლო ილუმინატების ყოვლისმხილველი თვალი. აარონ რუსო, რეჟისორი და პოლიტიკოსი, როგორღაც დაახლოვდა ნიკოლას როკფელერთან. მათ მალევე გამონახეს საერთო ენა და დამეგობრდნენ. ეს იყო ტკბილი 90-იანები. ერთ-ერთ მეგობრულ შეხვედრაზე როკფელერმა უთხრა რუსოს: მალე გვექნება შეხვედრა, სადაც უნდა გადავწყვიტოთ ავღანეთის დაპყრობა და ერაყის ნავთობის ხელში ჩაგდება. შემდეგ კი მოუბრუნდებით ვენესუელას. ჩათვალე პირველი ორი უკვე მზად არის, მაგრამ ჩავესი ჯერ კიდევ გვიძლებს. შენ გახდები უდიდესი ტრაგედიის მოწმე, რომლის შემდეგ დამნაშავეების ძებნას დაიწყებენ მთებსა და უდაბნოებში. მაგრამ მათ ვერასდროს იპოვიან. ეს ხომ სამუდამო თამაშია. რუსომ ისიც კითხა, როგორ დააჯერებთ ხალხს, რომ მართლები ხართო და როკფელერმა ხელი ტელევიზორისკენ გაიშვირა. 24 საათი ვილაპარაკებთ ტერორისტებზე და ხალხს მეტი რა უნდა. აარონი აქტიურად ადანაშაულებდა როკფელერს და დანარჩენებს, რომ 11 სექტემბერი სწორედაც რომ მათი მოწყობილია, ხოლო ერაყთან დაწყებული ომი კი იმას ნიშნავდა, რომ დამნაშავეებს უდაბნოში და მთებში დაუწყებდნენ ძებნას. კარგი, მოდი დავუბრუნდეთ თბილ 90-იანებს და გავიხსენოთ ჰოლივუდის რამდენიმე ფილმი. იქნებ არის სადმე 11 სექტემბრის ტრაგედია, რომელზეც ყურადღება არ გაგვემახვილებია. ბოლოს ილუმინატები ხომ მედია სივრცეს ფლობენ. Super Mario Bros. 1993 წლის ფილმი. კი, გრაფიკა საშინელია, მაგრამ იდეა გასაგებია. სიმსონები 1997. რას ხედავთ? $9 თუ $9.11, სადაც 11 გამოსახულია თვითონ ტყუპების მეშვეობით. ტერმინატორის მეორე ნაწილი 1991 წელი. ამით ახოთ, ნაცნობი რიცხვებია. ფილმი ადგილთა გაცვლა 1993 წელი. საათის იცრების საერთოდ ხომ არ გეჩვენებათ.
სხვათა შორის პროდიუსერი არონ რუსოა. ილუმინატები თავიანთი სიძლიერის დემონსტრირებას სწორედ ასეთი შემალული მეთოდებით ახერხებენ. ისინი ცდილობენ დაავალდებულონ ცნობილი სახეები, რომ მათ რიგებში შევიდნენ. მომავალში კი იყენებენ როგორც ინფორმატორებად. თუმცა არის შემთხვევები, როცა მათ წინ აღუდგნენ. მაგალითად, თუფაკი. ის მთელი თავისი ცხოვრება მათთან თანამშრომლობაზე უარს ამბობდა, მაგრამ რა ბედი ეწია, კარგადაც იცით. არონ რუსო ჩორს ვერ გაიქცა. გარდაცვალების ოფიციალურ დასკვნაში წერია, რომ მას სიმსივნის მეოთხე სტადია ჰქონდა. თუმცა რუსო მთელი ცხოვრება ამტკიცებდა, რომ ის განგებ მოწამლეს. დაუბრუნდათ ისევ სიმსონებს. არ დაიჯერეთ, რომ ტრამპის გაპრეზიდენტება ასე აშკარად იყო ნაწილნასწარმეტყველების სერიაში, როგორც ინტერნეტში იძახია. არა, ის რომ პრეზიდენტი ტრამპი გახდა, ეს სიმსონებში ნამდვილად იყო, ოღონდ პატარა მინიშნებით. ერთ-ერთ სერიაში ჰომერს ესწრება მომავლის ამერიკა, სადაც ლიზა პირველი ქალი პრეზიდენტია ამერიკის ისტორიაში. კონფერენციაზე ლიზა აცხადებს, რომ მისი წინამორბედი პრეზიდენტი ტრამპის შემდეგ ამერიკის ბიუჯეტი განადგურებულია და რომ ექს-პრეზიდენტმა მთელი ბიუჯეტი ჯიბეში ჩაიდო. ეს იყო მეტი არაფერი. აქედან გამომდინარე, გამორიცხული არა ის, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ტრამპის შემდეგ გახდეს ქალი. თუ კი ეს ნამდვილად ასე მოხდება, შეგვიძლია სიმსონებისათვის ნათელხილველის სახელის მინიჭება. ამ ეპიზოდში ჩვენ შევეხეთ საიდუმლო საზოგადოებებს და გადავწყვეტეთ რამოდენიმე ეპიზოდი მათ დავუთმოთ. ხოლო საფინალო სერიაში ჩვენს გამომწერებს გელით სიურპრიზი. გამოიწერეთ ჩვენი არხით, დაგვალაიქეთ Facebook-ზე. დროებით.